მოგესალმებით. დღევანდელი ბრიფინგის თემა არის EUTO ODIR-ის დასკვნა. თავდაპირველად მინდა გაგაცნოთ რამდენიმე პასაჟი EUTO ODIR-ის დასკვნიდან. პირველი, მიუხედავად იმისა, რომ ხმის მიცემის უფლება გარანტირებულია კონსტიტუციით, სხვადასხვა შეზღუდვები მაინც არსებობს. ასეთი შეზღუდვები ეწინააღმდეგება EUTO-s ვალდებულებებს და საყოველთაო და თანაბარი საარჩევნო უფლების საერთაშორისო სტანდარტებს. მეორე, ამ არჩევნების წინ საარჩევნო კომისიის წევრების მიმართ მუქარის და ძალადობის გაზრდილმა რაოდენობამ გამოიწვია მნიშვნელოვანი შეშფოთება და შექმნა პრობლემები კომისიის წევრების დასახელებაში. მესამე, კამპანია ხშირად გამოირჩეოდა აგრესიულ, კონფრონტაციული და წამქეზებული რიტორიკით, მათ შორის პირადი თავდასხმებით. კამპანიის დროს იყო ძალადობის, მუქარის, აგრესიული ქცევის ფაქტები კამპანიის მონაწილეების, მედიის წარმომადგენლების და ამომრჩევლების მიმართ. მეოთხე, შემაშფოთებელია ჟურნალისტების დაშინებისა და შევიწროების მზარდი შემთხვევები, მათ შორის ძალადობა და მათზე პოლიციის მხრიდან თავდასხმა. მეხუთე, ODIR-ის წინა რეკომენდაციების უმეტესი ნაწილი არ იქნა გათვალისწინებული. ეს არის ამონარიდი EUTO ODIR-ის დასკვნიდან, რომელიც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებში 2024 წლის 5 ნოემბერს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს. ახლა კი დაუბრუნდეთ საქართველოსთან დაკავშირებით EUTO ODIR-ის დასკვნას და მინდა გაგაცნოთ საპარლამენტო არჩევნების შესახებ EUTO ODIR-ის მიერ მომზადებული საბოლოო ანგარიშის ძირითადი დასკვნები, რომლებიც როგორც მოსალოდნელი იყო, შეესაბამება ქართული ოცნების შეფასებებს და კონკურენტული და თავისუფალი არჩევნების კრიტერიუმებს. მნიშვნელოვანია, რომ EUTO ODIR-ის მისია მზადყოფნას გამოთქვას ითანამშრომლ საქართველოს არჩეულ ხელისუფლებასთან საარჩევნო გარემოსა და პროცედურების შემდგომი გაუმჯობესებისთვის. უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ საბოლოო ანგარიში იმეორებს EUTO ODIR-ის წინასწარი ანგარიშის ძირითად დასკვნას, რომ 26 ოქტომბერს ამომრჩევლებს ჰქონდა ფართო არჩევანი, ხოლო პოლიტიკურ პარტიებს შეეძლოთ კამპანიის თავისუფლად წარმოება. ხაზგასმულია, რომ კამპანია მიდიოდა მშვიდ გარემოში, ხოლო ძალადობის იზოლირებული შემთხვევების შესახებ ინფორმაცია მიიღეს როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციისგან. ანგარიში განსაკუთრებით შექებულია საარჩევნო ადმინისტრაცია, არჩევნების კარგად ორგანიზებისა და ადმინისტრირებისთვის, CESCOM EUTO-ს შექება დაიმსახურა არჩევნების შედეგების დროული გამოქვეყნებისთვისაც, ხოლო სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ამომრჩეველთა ერთიანი სიის ეფექტურად შედგენისთვის. ანგარიში ასევე აღნიშნულია, რომ არჩევნების დღეს უბნების 90%-ზე მეტში საარჩევნო პროცესი შეფასდა დადებითად, ხოლო ყველა 73-ვე საარჩევნო ოლქში საარჩევნო დოკუმენტაციის დამუშავება დადებითად იქნა ასევე შეფასებული. ანგარიში ასევე აღნიშნულია, რომ ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების მონაწილეობამ ენერგიული სადამკვირვებლო გარემო შექმნა. ნიშანდობლივია, რომ ანგარიში გაკრიტიკებულია ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის მცდელობა თავიანთი წარმომადგენლები საარჩევნო დამკვირვებლად წარმოედგინათ და შეეგზავნათ საარჩევნო უბნებზე, რაზეც როგორც გახსოვთ, ჩვენი კვლევაც მიუთითებდა, რომლითაც რადიკალ ოპოზიციასთან პირდაპირ დაკავშირებული 37 სადამკვირვებლო ორგანიზაცია ვამხილეთ. ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტიკა ანგარიშის მიხედვით ეთმობა საქართველოში შექმნილ პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოს და მედია საშუალებების პოლიტიკურ მიკერძოებულებას. ანგარიშის მიხედვით EUTO-ს შეშფოთებას იწვევს ტელევიზიების დაქვემდებარება პოლიტიკურ და ბიზნეს ინტერესებზე. EUTO ხაზს უსვამს, რომ არჩევნების განმავლობაში ხდებოდა კომერციული ტელევიზიების გამოყენება პოლიტიკური პროპაგანდისთვის, რამაც დააზიანა დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა და გააძლიერა დამაპირისპირებელი პოლიტიკური რიტორიკა. ანგარიში ხაზგასმულია, რომ ოპოზიციამ თავი აარიდა საზოგადოებრივ მაუწყებელზე დებატებში მონაწილეობას. მისასალმებელია, რომ განსხვავებით სხვა დამკვირვებლებისგან, EUTO ODIR-ის ანგარიში აისახა ჩვენს მიერ წამოჭრილი პრობლემა, როდესაც ოპოზიციის კუთვნილმა სამმა ტელევიზიამ კანონის დარღვევით არ მოგცა მათ მედიაში უფასო სარეკლამო დროით სარგებლობის საშუალება და ჯამში 5 საათზე მეტი უფასო სარეკლამო დრო წაგვართვა. სამომავლოდ ამ პრობლემის გადაწყვეტის ერთ-ერთ გზად EUTO ODIR გვთავაზობს, რომ შესაბამის მედიას დაკარგული სარეკლამო დროის თანხით კომპენსირება დაეკისროს. მნიშვნელოვანია, რომ EUTO ODIR-ის ანგარიში ხაზგასმულია საქართველოს წარმავალი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა, რომელმაც როგორც ანგარიში წერია, აქტიური როლი შეასრულა საარჩევნო კამპანიაში, როდესაც ოპოზიციასთან კონსულტაციები გამართა წინასაარჩევნო კოალიციებისა და მთავრობის დაკომპლექტების თაობაზე, რითაც პოტენციურად გავიდა სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის ნეიტრალური არბიტრის მანდატიდან. ეს არის ციტატა
ოდირის დასკვნისგან. შეგახსენებთ, რომ ჩვენ ამ დარღვევაზე საჯაროდ მიუთითებდით, თუმცა ეუთო ოდირის გარდა არც ერთმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ ეს ფაქტი საკუთარ ანგარიშში არ ასახა. ანგარიშში ასევე მოხდა ისვედის პარადოქსული ქცევა, რომელმაც უარი თქვა პარალელური დათვლის შედეგების გასაჯაროებაზე. შეგახსენებთ, რომ ამან ნიადაგი შეუქმნა ამობეჭდილ და ატლუთულ ოქმებს შორის სხვაობის შესახებ ცრუ ნარატივების გაგრძელებას. ჩვენ დღემდე ველოდებით ამ დოკუმენტების გამოქვეყნებას, გულისხმობ პარალელური დათვლის შედეგებს, მაგრამ უშედეგოდ. შეგახსენებთ, რომ არც ეს ფაქტი მოხდა სხვა დამკვირვებლების ანგარიშში. დასაკვირველია, როგორც ეუთო ოდირის ყველა სხვა ანგარიში და წეღან მოგიტანეთ მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში სულ რამდენიმე კვირის წინ ჩატარებულ ანგარიშზე ეუთო ოდირის დასკვნა, არჩევნებზე ეუთო ოდირის დასკვნა, როგორც სხვა ანგარიში, ისე როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ ქვეყნებში, ის შეიცავს კრიტიკულ ასპექტებს და რეკომენდაციებს, რომლებზეც აუცილებლად გვექნება სადანათო რეაგირება. რადიკალური ოპოზიციის თითქმის ორთვიანი ისტერიის ფონზე ეუთო ოდირის ანგარიშის მთავარი დამსახურება მაინც ის არის, რომ მან საბოლოოდ ამხილა ოპოზიციის სრულ ბრალდებები, რომლითაც ისინი უკვე 2 თვეა არჩევნების შედეგების გაყალბებულად გამოცხადებას ცდილობენ. ამიტომ მინდა წარმოგიდგინოთ ეუთო ოდირის მიერ მხილებული ის 5 მთავარი ტყუილი, რომელზეც რადიკალებმა საკუთარი რევოლუციური სცენარი ააგეს. პირველი ტყუილი ოპოზიციის მხრიდან. საზღვარგარეთ გაუხსნელი უბნები. სრულად დაიმსხვრა რადიკალური პარტიების, NGO-ების და სალომე ზურაბიშვილის ცრუ ნარატივი უცხოეთში მცხოვრები მოქალაქეებისთვის საარჩევნო უფლების შეზღუდვის შესახებ, რაც საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის ერთ-ერთი საბაბიც კი იყო. ამას გარდა შეგახსენებთ, რომ უცხოელთან კომუნიკაციისა სალომე ზურაბიშვილი ამ ბრალდებას საპარლამენტო არჩევნების შეუმდგარად გამოცხადებისთვის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ასახელებდა. ამ ხმაურიანი ცრუ კამპანიის ფონზე მართლაც გამანადგურებელია მათთვის, რომ ეუთო ოდირს ეს საკითხი არათუ პრობლემურად, საერთოდ ნახსენების კი არ აქვს და ამით საბოლოო წერტილი დაუსვა საზღვარგარეთ ყოფი ჩვენი მოქალაქეებისთვის საარჩევნო უფლების ვითომ და შეზღუდვის შესახებ სპეკულაციას. მეორე, 300,000 გაყალბებული ხმის ცრუ ნარატივი. ეუთო ოდირის ანგარიში სრულად განადგურდა რადიკალური პარტიების, NGO-ების და სალომე ზურაბიშვილის ცრუ ბრალდება 300,000 ხმის გაყალბების შესახებ, რომელიც მათი ვერსიით არსაიდან გაჩნდა და ქართულმა ოცნებამ მიიწერა. არც პირდაპირ, არც ძირიბად ამ ანგარიში რაიმე მსგავსი არც წერია და არც გამომდინარეობს. ერთი სიტყვითაც არ არის ნახსენები, რომ ან ხმის მიცემისას, ან ხმის დათვლისას, ან ოქმების შედგენისას რაიმე გაყალბებას, მანიპულაციას თუ ეგრეთ წოდებულ საარჩევნო კარუსელს ჰქონდა ადგილი. ამავე კონტექსტში გაბათილდა კიდევ ერთი qalbi ნარატივი, როდესაც საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მოსახლეობის რაოდენობის და ცესკოს მიერ დადგენილი ამომრჩევლების რაოდენობის ურთიერთდადარებით ცდილობდნენ ემტკიცებინათ, რომ მოხდა არარსებული ამომრჩევლის ბიულეტენების ჩაყრა და მითიური 300,000 ხმის მიწერა. ეუთო ოდირმა დაადასტურა, რომ ამომრჩევლების სიის სიზუსტეთან დაკავშირებით რაიმე კითხვა არ არსებობს. მესამე, ერთი პირადობით 17-ჯერ მიცემული ხმა, რომელიც ქალბატონმა სალომემ საერთაშორისო დონეზე განაცხადა. სულად დაიმსხვრა რადიკალური პარტიების, NGO-ების და სალომე ზურაბიშვილის ყალბი ბრალდება თითქოს და რეგისტრაციის აპარატებში სიების დუბლირების და ერთი პირადობის მოწმობით 17-ჯერ ხმის მიცემის შესახებ. სიების დუბლირება გამოირიცხა ამერიკული კომპანიის მიერ ჩატარებული დამოუკიდებელი აუდიტის დასკვნითაც და ეუთო ოდირის ანგარიშითაც. მეოთხე, რუსული სპეცოპერაცია. განადგურდა კიდევ ერთი სამარცხვინო ტყუილი, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი რადიკალურ პარტიებთან და ზოგიერთ მათ მოკავშირე უცხოელ აქტორებთან ერთად ავრცელებდა არჩევნებში თითქოს და რუსეთის ჩარევის შესახებ. ეუთო ოდირმა არათუ დაადგინა, მას ეჭვის დონეზეც კი არ აქვს გამოთქმული რაიმე ვარაუდი არჩევნებში რუსეთის ჩარევასთან დაკავშირებით და ამით საბოლოოდ წერტილი დაუსვა ამ სამარცხვინო ტყუილს, რომელსაც ქალბატონი სალომე ავრცელებს. და მეხუთე, გაჟონილი მარკირება. ბოლო ხავსი, რომელსაც რადიკალური პარტიები, NGO-ები და სალომე ზურაბიშვილი არჩევნებიდან მეხუთე დღეს ჩაეჭიდნენ, იყო საარჩევნო ბიულეტენზე მარკირების მეორე მხარეს გაჟონვა.
შეგახსენებთ, რომ ამ საბაბით ისინი უბნების 90%-ის ბათილად ცნობას და ამით ახლად არჩეული პარლამენტის შეკრების ჩაშლას ცდილობდნენ. ეუთოდის ანგარიშის თანახმად მათ დაკვირვების 94%-ში მარკირების მეორე მხარეს გამოჩენის შემთხვევა საერთოდ არ დაუფიქსირებიათ. დაკვირვების მხოლოდ 6%-ში მათ მართალია დააფიქსირეს მარკირების მეორე მხარეს გამოჩენის შემთხვევა, თუმცა მათი შეფასებით ამას მხოლოდ პოტენციურად შეეძლო ფარულობის დარღვევა და ხასუსვა, რომელსაც მხოლოდ პოტენციურად შეეძლო ფარულობის დარღვევა და არა რომლითაც ფარულობა დაირღვა. ამასთან ეუთო ოდირი ფარულობის დარღვევის რისკის შემცველ მთავარ გარემოებად აბსოლუტურად სხვა საკითხებს ასახელებს. ესენია თავად ამომრჩევლის მიერ ბიულეტენის არასწორად განთავსება, უბანზე ხალხის დიდი რაოდენობა, მათ შორის დამკვირვებლების დიდი რაოდენობა, უბნის შიდა პერიმეტრის მოწყობა და ასე შემდეგ. ასე რომ მითი ბიულეტენების მონიშნის საყოველთაო გაჟონვის შესახებ საბოლოოდ დაიმსხვრა. ასე ერთი ანგარიში დაიმსხვრა რადიკალური პარტიების, NGO-ების, სალომე ზურაბიშვილის და მათი უცხოელი შემგულიანებლების 5 მთავარი ტყუილი, რომლითაც ისინი ქართული დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას და მილიონზე მეტი ამორჩევლისთვის ხმის წართმევას ცდილობდნენ. საზოგადოებას შევახსენებ, რომ არაფერი ახალი ამ ხალხის ხელწერაში არ არის. 2012 წლის შემდეგ ეს უკვე მერვე არჩევნებია, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია გაყალბებულად აცხადებს. საუბრობენ უპრეცედენტო გაყალბებაზე, ოღონდ იმ ფონზე, როდესაც ოპოზიცია საარჩევნო უბნებზე ჯამში 24,000 კომისიის წევრი ყავდა და ამდენივე წარმომადგენელი, საიდანაც მხოლოდ 9 ხასუსვამ, მხოლოდ 9 წევრმა დააფიქსირა განსხვავებული 24,000-დან მხოლოდ 9 წევრმა დააფიქსირა განსხვავებული აზრი საარჩევნო უბნის ოქმის შედგენისას. საუბრობენ უპრეცედენტო დარღვევებზე, ოღონდ იმ ფონზე, როდესაც საარჩევნო უბნებზე რეკორდული რაოდენობის 25,000 ადგილობრივი და უცხოელი დამკვირვებელი იყო. შედეგად კი სულ 1200 საჩივარი დაიწერა, მაშინ, როდესაც 2020 წლის არჩევნებისას საჩივრების რაოდენობა 2000-ზე მეტი იყო. ანუ წელს 2020 წელთან შედარებით ნახევარი რაოდენობა საჩივრების დაიწერა. საუბრობენ უპრეცედენტო ძალადობაზე, ოღონდ იმ ფონზე, როცა 3111 უბანზე 2 მილიონზე მეტი ამომრჩევლის პირობებში სახალხო დამცველის ანგარიში სულ ძალადობის 13 ინციდენტი აღიწერა და ეუთო ოდინმა ამას იზოლირებული შემთხვევები დაარქვა. სწორედ ამიტომ არის, რომ როგორც წესი, როგორც წინა 7 შემთხვევაში, ახლაც რადიკალური ოპოზიციას საბოლოო ჯამში მოუწევს ქართველი ხალხის ნების აღიარება და დემოკრატიულ ჩარჩოებში დაბრუნება. დასანანი მხოლოდ ის არის, რომ ამასობაში გადის ძვირფასი დრო და ფუჭად იხარჯება ჩვენი ხალხის ენერგია და ემოციები, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინსვლას უნდა მოხმარდეს. ეუთო ოდირის დასკვნა არის ის წყალგამყოფი, სადაც უნდა დასრულდეს ყველანაირი დამაზიანებელი სპეკულაცია არჩევნების კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით. ოპოზიციამ მიიღო ხელისუფლების ის წილი, მანდატების ის რაოდენობა, როგორც ეს ქართველმა ხალხმა ჩათვალა საჭიროდ. ასევე დროა შეწყდეს თავდასხმები უცხოეთიდან ქართული დემოკრატიის მისამართით და აღიარებული იქნეს ქართველი ხალხის ნება, რომელიც ერთადერთი ლეგიტიმური გზით არჩევნების საშუალებით გამოიხატა. დაბოლოს მინდა მადლობა გადაუხადო ეუთო ოდირის დელეგაციას გაწეული მუშაობისთვის და არჩევნების საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნებისთვის. რასაკვირველია, საქართველოს ხელისუფლება სიღრმისეულად შეისწავლის მათ რეკომენდაციებს და გააგრძელებს ეუთო ოდირთან თანამშრომლობას მომდევნო არჩევნების სათანადო დონეზე ჩასატარებლად. მადლობა.